მოგესალმებით ქუთაისო დილამშვიდობისა მშვიდობიანი დღე მოვტრიალდეთ ვაკურთხოთ ქალაქი თუ ისმის ჩემი ხმა გამაგებიეთ კიდე ძალიან გთხოვთ დიდება უფალს იქეთ ბალახმისკენ მიმავალი გზა ნაზვის ხემზადება მესხიშვილის თეატრთან გაგვიცენა უფალმა დილა ამიტომ თქვათ ლოსვა ისმის ჩემი ხმა მოგესალმებით ყველას ისმის ჩემი ხმა იმედია ისმის კარგი ჩემით ვნახე მოგესალმებით ყველას უფალო იესო ქრისტეზეო Tisao shemitzale metsodvili Ufalo Ieso Christe Zeo Tisao shemitzale metsodvili Ufalo Ieso Christe Zeo Tisao შემიწყალე მეწოდვილი კი ისმის ძალიან კარგი ვთქვათ აბა ლოცვები დილის ლოცვები ფსალმუნები ვთქვათ მოგესალმებით მეგობრებო დებოზმებო დიდება უფალს ვთქვათ დილის ლოცვები ვაკურთხოთ ქალაქი ჩვენი თუ შევატრიალე ახლა კამერა კი შევატრიალე წრეზე მოვიდეთ ფსალმუნი პირველი ნეტარ არის კაცი რომელი არა მივიდა ზრახვასა უხტოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომესა უჟილოთასა არა დაჯდა არამედ ჟჯულსა უფლისასა არს ნებაი მისი და ჟჯულსა მისა ზრახავ ნიგი დღე და ღამე და იყოს იგი ვითარცა ხე დანერგული თანაწარსა დინერსა წყალთასა რომელმან გამოსეს ნაყოფი მისი ჟამსა თვისა და ფურცელნი მისნი არა დასვივენ და ყოველივე რაისა ყოს წარემართოს მას არა ესრე უღრმთონი არა ესრე არამედ ვითარცა მტვერი რომელ აგავის ქარმან პირისაგან ქვეყანისა ამისთვის არა აღდგნენ უღრმთონი სასჯელსა არცა ცოდვილის რახვასა მართალთასა რამე თუ უწყის უფალმან გზაი მართალთაი და გზაი უხტოთაი წარწყმდეს ყველაფერი უხტოება წარწყმინდე უფალო ჩვენი მიწაწყალიდან ჩვენი მამაქალაქიდან ყველა უხტო უღმერთოება უფალო გაგვაღებიათ აკეტილი ტაძრები უფალო რას კადრულობენ ჩვენი ღვთლები ოქრომები დაადვეს ტაძრებს ტირის უფალი ჩამკეტეს შიგნითო ეს არის ქრისტიანობა მათი ეს არის მათი აი ჩვენი იქეთ ბალახნისა ეს არის მათი ქრისტიანობა წარწყმდეს მათი უმსგავსობა ტირის ქრისტე ტირის ღვთისმშობელი ჩამკეტენ ტაძარშიო ბაგრატი გამხელ თქვენ ბაგრატის ტაძარი გამხელ თქვენ უმსგავსოებო აგერ ნაზვის ხეს ნელა-ნელა ივსება გავაგზავნოთ თქვათ ახლა მესამე ფსალმუნი დიდება უფალს უფალო რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩვენნი და მრავალი აღდგეს ჩვენზე და მრავალთა რქვან სულსა ჩვენსა არა ცხოვრება მისი ღმრთისა მიერ მისისა ხოლო შენ ღმერთო მწე ჩვენ და იყავ დიდება შენ და დასამაღლებელ თავისა ჩვენისასა
ხმითა ჩვენითა უფლისა მიმართ ღაღავთ ყავთ და შესმა ჩვენი მთით წმინდით მისით მე დავწევ და დავიძინე და განვიღზე რამე თუ უფალი მწე მეყო მე არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა რომელთა იგი გარე მომიცვეს მე აღდე უფალო მასხოვნე მე ღმერთო ჩემო რამე თუ შენ დასცენ ყოველნი რომელი მემტერნეს მე ამაოდ კბილნი ცოდვილთანი შენ შემუსრენ უფლისა არ ცხოვრებაი და ერთსა შენსა ზედ არ კურთხევაი შენი დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადისა რავალ ჟამიერ უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადისა რავალ ჟამიერ უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ ღმერთო გადაგვარჩინე ამ ბოროტებისაგან ამ უღმერთო თავრობისგან წაწმინდეს ჩვენი მიწა და წაწმინდეს შენს აგავე შენი მიწიდან მათი ნაყოფი უფალო თქვა ფსალმუნი მე-6 დიდი ხანია მიყიდულები ვართ ეშმაკს ძალიან დიდი ხანია უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე ნუცა რიცხვითა შენითა მსწავლი მე მიწყალე მე უფალო რამე თუ უძლურ ვარ განკურნე მე უფალო რამე თუ შემიწუნდე ძვალნი ჩემნი და სული ჩემი შეწუნდა ფრიად და შენ ღმერთო ვიდრემდის მოიქეს უფალო იხსენ სული ჩემი მაცხოვნე წყალობისა შენითათვის რამე თუ არ არს ვინ სიკვდილსა შინა მოგიხსენო შენ ანუ ჯოჯოხეთ შინა ვინ აღგიარო შენ დავშვერი მე სულ თქმითა ჩემითა დავბანო მარად ღამეც ხედარი ჩემი სრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო განდრის და გულისწყრომითა თვალი ჩემი განკბთი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა განმეშორენი ჩემგან ყოველი მოქმედი უჯილოებისანი რამე თუ შეესმა უფალსა ხმაი ტირილისა ჩემისაი ისმინა უფალმან ვედრებისაი ჩემისაი უფალმან ლოცვაი ჩემი შეიწყნარა ხვენოდენ და შეძრწუნდნენ ყოველი მტერნი ჩემნი ჭეშმარიტად ღმერთო მართლ უკუნ იქცე და ხვენოდენ ფრიად და სტუად დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და მრავალ ჟამიერ ფსალმუნი მე-8 ვთქვათ უფალო ჩვენო ვის არ საკვირველ არ სახელი შენი ყოველსა ქვეყანასა ზედა რამე თუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელსათა პირითა ყრმათა ჩვილთა მწოვართაითა დაამტკიცე ქებაი მტერთა შენთათვის რაითამსა დაიხსნა მტერი იგი და შურის მგებელი რამე თუ ვიხილე ცანი ქმნულნი თითთა შენთანი თოვარი და ვარსკვლავები რომელ შენ დააფუძნებ რაი არს კაცი რამე თუ მოიხსენე მის ანუ ძე კაცი ისე რამე თუ მოხედავ მას დააკლე იგი მცირედ რაიმი ანგელოსთა დიდებით და პატივით გვირგვინოსან ყავ იგი და დაადგინე იგი ზედა ქნულ სახელთა შენთასა ყოველივე დამორჩილე ქვეშე ფერხთა მისთა ცხოვარი და ზროხაი ყოველივე მერმეცსა და პირუტყვნი ველისანი ფრინველნი ცისანი და თევზნი ზღვისანი რაოდენი ვლენა ნალაგებსა მას ღვათასა უფალო ჩვენო ვით არ საკვირველ არ სახელი შენი ყოველსა ქვეყანასა ზედა დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა
აწდა მარადის და მრავალ ჟამიე უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ მოგესალმებით მებუდადებო დიდება უფალს თქვათ ეხლა ფსალმუნი მე-12 ფსალმუნის დრო მოვიდა ვიდრემდის უფალო დაგვივიწყებ ჩვენ სრულიად გვაპატიე ღმერთო ვიდრემდის გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩვენგან ღმერთო ვიდრემდის ვისთვის დავისხნეს რახვანი სულისა ჩვენისა და სალმობანი გულისა ჩვენისა დღე და ღამე ვიდრემდის ამაღდებოდის მტერი ჩვენზე და მოიხილე შეგესიმენ ჩვენი უფალო ღმერთო ჩვენო განანათლენ თვალნი ჩვენი ნუკუე დავიზინო სიკვდით ნუსა და თქواس მტერმან ჩვენმან მრე ვეყავ მას მაჭირვებელნი ჩემნი იხარებდნენ შეთუ ვიზრა ხოლო ჩვენ წყალობასა შენსა ვესავთ ღმერთო იხარებდეს გული ჩვენი მასხოვარებითა შენითა უგალობდე უფალსა პეთილის ყოფელსა ჩვენთასა და ვაქებდე სახალსა უფლისასა მაღლისასა ჭეშმარიტად ფსალმუნი მე-14 უფალო ვინ დაეშინოს კარავსა შენსა ანუ ვინ დაემკვიდროს თასა წმინდასა შენსა რომელი ვიდოდის უბიწო და იქმოდის სიმართლესა და იტყოდის ჭეშმარიტსა გულსა შინა თვისა რომელმან არა ზაკვა ენითა თვისითა და არცა უყო მოყვასა თვისა ბოროტი და ყვედრებაი მახლობელთა მისთა ზედა არა მოიღო შეურას ხარს მის წინაშე უკეთური ხოლო მოშიშთა უფლისათა ადიდებს რომელი ეფუცოს მოყვასა თვისა და არა ეცრუოს ვერცხლი მისი არა მისა აღნადგინებად და ქრთამი უბრალოსა ზედა არა მოიღო რომელმან ყოს ესე იგი არა იძრას მარადჟამს ჭეშმარიტად ფსალმუნი მე-16 მეფისა ყველამ უნდა ვიცოდეთ ეს ფსალმუნი დიდება უფალს ისმინე ღმერთო სიმართლისა ჩემისაი მოხედენ ვედრებასა ჩემსა ყურად იღე ლოცვისა ჩემისაი არა ბაგეთაკან ზაკვალთა პირის შენით გარმართლებაი ჩემი გამოვედინ და თვალთა ჩემთა იხილეთ სიწფოებაი გამოსადე გული ჩემი განიხილე ღამე გამომაპყურვე მე და რა იპოვა ჩემთანა სრიცრუვე რაით არა იტყოდეს პირი ჩემი საქმესა კაცთასა სიტყვათათვის ბაგეთა შენთასა მე დავისვენ გზანი ფიცხელნი დამტკიცენ ფერხნი ჩემნი ალაგთა შენთა რაით არა შემიბრკუმენ სვანი ჩემნი მე ღაღავთ ყავ რამე თუ ისმინე ჩემი ღმერთო მოყავ ჩემთა ყური შენი და ისმინე სიტყვათა ჩემთაი საკვირველ ყავს წყალობაი შენი რომელი იხსნი მოსავთა შენთა ხდომთაგან მარჯვენისა შენისათა დამიცევ მე უფალო ვითარსა გუგაი თვალისაი და საფარველსა ფრთეთა შენთასა დამიფარო მე პირისაგან უხტოთა ისა რომელი მაჭირვებდეს მე მტერთა ჩემთა სული ჩემი მოიცვეს და წმელი თვისი შეიყენეს პირი მათი იტყო და ამ პარტავნებასა განმაგდეს მე და ესე რა მომიცვეს მე თვალნი მათნი ყვნეს დაადრეკილ ქვეყანად შემრაცხეს მე ვითარსა ლომი გამზადებული ნადირსა და ვითარსა ლეკვი ლომისაი იყოფებინ რაი ფარულთა აღდეკ უფალო უსწრვე მათ და დააბრკოლენ იგნი და იხსენ სული ჩვენი უხტოთაგან მახვლი შენი
მტერთაგან ხელისა შენისათა უფალო მცირეთაგან ქვეყანით მიმოდავრა ნიგნის ცხოვრებასა მაცა და საიდუმლოთა შენთაგან რამე თუ აიღზივსო მუსელი მათი განძღეს შვილებითა და დააუტევეს ნეშტი ღრმათა მათთა ხოლო მე სიმართლით ვეჩვენო პირსა შენსა ღმერთო გამძღე გამოჩინებისა დიდებისა შენისასა ამინ დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და მრავალ ჟამიერ თქვას მებოდადებო ფსალმუნი 22 დიდება უფალს უფალმან მწყსოს და მე არა იმაკდეს ადგილსა მწვანვილსა მუნდა მომკვიდრე უფალო წყალთა ზედა განსასვენებელთასა გამომზარდე ღმერთო მოაქცე სული ჩემი და მიძღოდე მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა არა შემეშინოს მე ბოროტისაგან რამე თუ შენ ჩემთან ახარ კვერთხმან შენმან და არ განმან შენმან ამათ ნუგეშინის მცესმე გამზადე წინაშე ჩემსა ტაბლაი წინაშე მაჭირვებელთა ჩემთან განაპოხე ზეთი და თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დაამათრო მე ვითარცა ურწყულმან წყალობაი შენი უფალო თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა დამკვიდრება ჩემდა სახლისა უფლისასა განგზობასა დღეთასა დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და მრავალ ჟამიერ თქვათ გოდება მთავრობაზე მებოდადებო დიდება უფალს უფალო ვიამბორები შენ ფეხთა სავალს აბიძინა რა გაგვიკეთე შეარამზადა შენ მაფულმა შეხედე რა გაგვიკეთა რა უნდა ამგენ ჩვენზე მეტი არიან რა უნდა ამგენ ჩაკუნცხულები ფსამენ რა იყო მარტო ფულია ყველაფერი მეტი არა გაქვს შეგნება თქვენ ოჯახა შენებულებო არა ხალხო ჩვენ სანამდე არ გავერთიანდებით ამგენს არაფრის ტრაკი არა აქვს გაიგეთ ჩვენი მთავრობა დიდი ხანია მიყიდული ეშმაკზე გაიგეთ ხალხო გაიგეთ მაგენივე ხმისა მომღებები არ არიან იმიტომ რომ მაგენზე წინ მიქარენ მაგენზე წინ დააშავენ უკვე ეშმაკის წინაშე მაგენ უბრალოდ თანამდებობებს იკავებენ ყველა ემსახურება ფულს როგორც კაზინოში აგებს ცხოვრებას ხმას ვერ იღებ იგივე არის ფულის მოყვარული გაიგეთ ეგი მაგენი ცოდვები არიან ჩვენი საშველი არიან ანაფემა ყველა ფულის მოყვარულს დაიწვევით ჯოჯოხესი ზანკარგათისი დიდარი და ლაზარი თქვენ გოდება მთავრობას უფალო ვიამბორები შენ ფეხთა სავალს დამაზლებინე ბოროტი ადამიანთა სულთა ყველა ძალოვანი მამხილებინი აღვირში მამები ხვამსა ზედა ამსხრია მათი სულები აგზნობინე ტანჯვა ამირანისა ღალატი ცოლისა ღალატი ქმრისა ჩვილთა ტანჯვა ოჯახებში მათა ძეთა და იგზნონ ღმერთი ყოველისა სამეფოსა კანდელი უბნელე ცოდვისა ცეცხლი მოხვიე სულებსა მაცა ღმერთს განდგომილსა ღვენთე მათი ზარღვები აბღავლე უფალო მტერი შენი შეგვიბრალე ღმერთო ნუქტანჯა ამ ურჯულოთა ქართველთა სული შენი ძალი შენი მოგვეს ღმერთო რათა ასპიცა სული დაიზროს და განდიდეს სახელი შენი მათი თესლი მათი ვასილისკოს მოდგმა მათი გაწყვიტე ღმერთო ცეცხლი ჭირით კუპრი დამატლე მათი ნაღვირალი მოდგმა მოუნანიებლისა პრეზიდენტისა არამზადა საქართველოს გამარჯვების დღეს ეშმაკთან წავიდა თაყვანისაცემა თურქეთში წეული იყავი სანამ სამარადისოთ ლაჩარო ფულზე გაყიდულო წეული იყავი სამარადისოთ ყველა ვინც ფულზე ხართ გაყიდულები დაგსყევლოთ უფალმა იმიტომ რომ თქვენ ღმერთს არ ემსახურებით მოდგმა მოუნანიებლისა პრემიერისა არამზადა სეხნია ჯოჯოხეთიელი შენ შვილებში არამზადა საკამდე იქნებით ფულზე გაყიდულები სანამ უნდა გაყიდოთ ქვეყანა არაბებზე პაკისტანელებზე ინდუსებზე უღმერთოებზე ანათემა თქვენ თანამდებობასა თქვენ მოდგმას ყველასას ძაღლის შვილები ხართ და წმინდანები დაიბანენ თქვენ სისხლში ხელებს წაიკითხეთ ფსალმუში წერია ყველაფერი აქ რაგელი თქვენ ეგი დაგლახრავ თქვენ მოდგმა მოუნანიებლისა პრემიერისა
მოდღმა მოუნანიებლისა, დეპუტატებისა, დანამებისა. თქვი არ ამზადებო რა უნდა მსოფლიო ჩემპიონს მაქანე მილიონერ ღორიშვილს. ღორად გაქციან შესაძლოა ფულმა. შენ კი არა ბარეორი ჩემთან ძინავდა. წინა პარლამენტარებს, სპორტსმენებს. არ ამზადები ხარ თქვენ ბიზია მთავრობაში როწადით ანათემა თქვენ ყველას. და ყველა მოდღმა დეპუტატებს, დანამებისას ყველას ანათემა თქვენ ძაღლებო, თქვენ ფულზე გაყიდულებო, ვეშაპებო. მოდღმა მოუნანიებლისა, მინისტრებისა, თურნავებისა, დავითაშვილებისა, წყეულები იყავით. მიწის გაყიდვისთვის წყეულები იყავით სამარადისო თქვენი მოდღმა, იმიტომ რომ ჰეშმაკს ემსახურებთ, ძაღლიშვილებო, გაგსყვიტოთ ღმერთმა, ანათემა თქვენ მოდღმას ყველას. წყეულები იყავით, აი ამ სალმუნებით, ძაღლიშვილებო, ერის გამყიდველებო. წყეულები იყავით სამარადისო. მოდღმა მოუნანიებლისა, ექიმისა, ფიცტეხილსა. პარტია გზა ხო ჯოჯოხეთში რომ იყავთ ავან ხალხი ნიფხვები ააკარით ნევსებს უკეთებთ ხო თქვენ რა მოგივიდეთ ნახავთ აგე მოდღმა მოუნანიებლისა მოსამართლისა ტყვილიწონისა 91 ფსალმუნი წაიკითხეთ რა გელით თქვენ საცოდაეო წაგიკითხავთ მაგას მეს კიდე მოდღმა მოუნანიებლისა გაპარსულისა ღვდლისა ქრისტე თქვენ სამხელად იყო მოსული თქვენი სამხელად იყო მეთაურებო მოსული თორე გაჭირვებულებს ავაზაკებს მათხოვრებს ყაჩაღებს ეფერებოდა იმიტომ რომ თქვენ ხართ ქვეყნის პატრონები და თქვენ ახდენ ხალხს და დღესაც თქვენ ახდენთ ხალხს თქვენ ძაღლებო თქვენ გააკარით ქრისტე ჯვარზე და თქვენ გაეკრებით ჯოჯოხეთში სამარადისო დაგადებენ ბოქლომს ყველას ტაძრებს კეტავთ თქვენ ძაღლებო ვინ მოგცათ უბლება ტაძრების დაკეტვის რომელმა ღმერთმა გასავლა ჩამკეტეთ ბოქლომითო მაგრამ სახლებად იქცეთ ტაძრები და საყვარლებთან დადიხართ ტაძრებში ებლატავებით ჩემი ტაძარია ეგიო ვაი თქვენ რა მოგივიდეთ ნახავთ მაგის გულისა ეგე წმინდანია მამა ამბროსის მამა რომ მოხდა ისე ღვდელი ბერი ტირის იგი უფალი მელაპარაკება ბოქლომი დამადვენ ტაძრებშიო თქვენ რა ქენით რო იცოდეთ და თქვენ რა გელით რო იცოდეთ მოდღმა მოუნანიებლისა გაპარსულისა ღვდლისა მოდღმა მოუნანიებლისა აღვირაკრული მამისა რომელიც წმინდანი გინახიათ ხელზე შემცივდა რომელიც წმინდანი გინახიათ ნიბხავაკრული ბიჭო რომელიც წმინდანი გინახიათ ნიბხავაკრული რომელი ხატინ მანახებთ ერთი მაგისანაც ნიბხავი რო კონდეს წმინდას აკრული და თქვენ ხართ წმინდანები ბიჭო ღმერთის წინაშე ადამიანმა რო შეცოდა ადამმა რო შეცოდა და ევამ ცოდვა რო შევიდა მათში მიხვდნენ რომ შიშვლები იყვნენ და ყვერები დაიფარენ ტრიაპკით სახეზე კი არა უკრიათ ტრიაპკა და თქვენ სახე გახადეთ ფუჩურად თქვენ ფუჩური და გემართება თქვენ მოდღმაში ყველას თქვენ ნახეთ რა მოგივიდეთ თქვენ ძაღლიშვილებო გაყიდეთ ქვეყანა რატო აიკარეთ ნიმხავის სახეებზე რატო აიკარეთ რატო დაგმეთ უფლის ხატება თქვენ რა მოგივიდეთ ნახავთ მაგის გულისა ხალხო ექიმებიდან დამტკიცებულია პირბადი ზომა ნახრეტები იზომება მიკრომეტრებში და ვირუსი ვითომ ვირუსი რო იძახიან მაგ სატანები იმიზომა იზომება ნანომეტრებში როგორ გამოდის იცი გარაში რო ტენისის ბურთი შეაგდე ის არის მაგისთვის პირბადე მაგრამ დაგმეს უფალი დაგმობ თქვენს უფალი მაგის გულისად უკვე დაგმობილი ხარ თქვენ ხალხი იღვიძებს გაქცევას ვერ მოასებს ხო გაგიგონია ფსალმუნში წერია 58 ფსალმუნია მე მგონი წმინდანები თქვენ სისხლში დაიბანენ ხელს ისეთი გაღორებულები ხართ თქვენ ძაღლებო თქვენ მოდღმა მოუნანიებლისა გამყიდველისა სანთლისა და ყველასა განდგომილსა მართალსა ვინაიდან მოვლენილები ხართ თქვენ ქვეყნის სამწყენსოთ იცით გესმით და ჩადიხართ ბოროტს არ ასაკეთებ თქვენ არ ამზადებო ახლა წაგიკითხავ თქვენ კიდე 51 ფსალმოს თქვენთვის არის ეგ ზუსტად დაწერილი თქვენ არის ბოზებისთვის ქვეყნის გამყიდველებისთვის ფულის გული და ჩვენი შვილები შიფრები დადიან და ერთი ღვდელი არ გამოვა არავის არაფერს არ ასწავლის იმიტომ თავიდანვე დედლები ხართ მაქანე დედლები შეგხარენ მაკაბებში გაქცევას მოინდომებთ და ვერსაც ვერ გაიქცევით იცოდეთ ეგ თქვენ ფსალმუნი 51 რადმე იქადინ უკეთურებითა ძლიერი თქვენ არა ხართ ძლიერები რას იქადით უკეთურებით თქვენ ძაღლებო გაყიდეთ ქვეყანა გაათახსირეთ გააბარიგეთ
ბარიგები გახდით, კაზინოებში ხალხს აწიოკებთ, წამლავთ საჭმელებით, წაახდინეთ ბოზობა, ჩოულებად გახადეთ, არა სერიალებს ანახებთ ადებილებს, ჩვენ მამებს და დედებს. ვაი თქვენ რა მოგივათ ხალხო, ვაი თქვენ რა მოგივათ რო იცოდეთ. დიდება უფალს. თქვენ ზაღლის შვილებო, გაპარსული ხვდელი, ვის უნახია? სადგი ნახია წერია ჟულის კანონის წაგიკითხავთ სულ მალე რომ მოვალ თქვენთან სასამართლოზე. წმინდანები რომ მაგას აგიკითხავენ ჟულის კანონს. თქვენ ზაღლებო, თქვენ არც ერთი არ ახართ, ღლები, წვალებლები ხართ ყველა. სატანები ხართ ყველა. ფსალმუნი 51. რადმე იქადინ უკეთურებითა ძლიერი უსჯულოებასა მარადღე. უსჯულოებასა 34 წელია ქადაგობთ უკვე თქვენ სატანებო. იმიტომ რომ უკანონოდ ხართ მოსულები. ეშმაკ სისხლით ხართ მოსულები და მაქსისში დაიბანენ ზუსტად წმინდანები ხელებს. სიცრუვესას რახავს ენაი შენი ყველაფერ შენ ირაკლი. ფუჩურივით რო გაქვს წაგდებული ენა და ზლოკვით რო ზლოკვავს შენი სიტყვებს. ანათემა შენ ლაჩარსულ შებოზო. შეარამზადა შე ვისუბედა ვაქანე მიწების გაყიდვას. დატოვე მათანამდედობა თორე შვილების სადარდებელი გაგიხდება, სეხნია მაინც არ იყვე, ჩემი შეარამზადა, ვითარცა მახვილი, სიცრუვესას რახავს ენაი შენი, ვითარცა მახვილი, აღლესულ ყავს შენ ზაკვაი, შეიყვარე სიბოროტე უფროის სახიერებისა და სიცრუვე უფროის სიმართლისა სიტყვისა, შეიყვარე შენ ყოველი სიტყვაი დაგსევისაი და ენაი მზაკვარი. ამისთვის დაგამხვა შენ ღმერთთან სრულიად, აღფხურას და განგხადო შენ საყოფელთაგან შენითა და ძირნი შენი ქვეყანით ცხოველთაით. იხილონ მართალთა და შეეშინოს და მასზე და იცინოდიან და თქვან, ასე იტყვიან თქვენზე, აჰა ესე რა, რომელმან არ აყო ღმერთი მწე მისა, არამედ ესვიდა იგი სიმრავლესა, სიმდიდრისა, მისისასა და განძლიერდა იგი ამაოებითა თვისითა. ხოლო ჩვენ ვითარცა ზეთისხილი, ნაყოფიერი, სახსა ღმრთისასა, ვესავთ ჩვენ წყალობასა, უფლისასა, მარადჟამს, აღიარებთ შენ უფალო, რამე თუ ყავ და დაუთმო სახელსა შენსა, რამე თუ ტკბილარს წინაშე წმინდათა შენთა. თქვენ რა მოგივიდეთ, ხალხი იღვიძებს, თქვენ რა მოგივიდეთ, მოინანიეთ, ჯობია დღესვე და გაუდექით ეშმაკს. ტვერში ჩაჯექით, თქვენ თორე თქვენ იობმა რა გააკეთა და თქვენ ასე რამ გაგადებილა, თქვენ არამზადებო. თქვენ ხوار გონიათ ქართველი ღმერთის შვილები ვართ, ბიჭო. თქვენ დიდხანს გითმენენ, მაგრამ ნაჯახებით შემოგივარდებიან. ვერსად ვერ წახვალთ, როგორც სტალინის დროს იყო ყველა. ყველას აგაყენებენ კედლებთან და ჩაგცხრილავენ. 90% დასახვრეტები ხართ თქვენ. ყველა მესვეურები იმსავრობაში ხართ, ყველა დასახვრეტები ხართ, იმიტომ რომ ღმერთს კი არ ემსახურებით. ეშმაკს ემსახურებით ფულს. ამისთვის გელით თქვენ სისხლი. 10 მცნება. მე ვარ უფალი ღმერთი შენი და რა იყვნენ შენ და ღმერთი უცხონი ჩემსა გარდა. არა ქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველივე მსგავსი რაოდენი არის ცათაშინაზე და რაოდენი არის ქვეყანასა ზედა ქვე და რაოდენი არის წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა, არა თაყვანისე მათ, არცა მსახურებდე მათ. ვაი რა გელით, მოინანიეთ ჯობია, ვაი რა გელით, გადაშალეთ ფსალმუნები და მიხვდებით რა გელით სასოდავებო. მესამე, არა მოიღო სახელი უფლისა, ღვთისა შენისა, ამაოსა ზედა. მეოთხე, მოიხსენე დღე იგი შაბათთაი და წმინდა ყავ იგი, ექვს დღე იქმოდე და ქმენ ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა, ღვთისა შენისა. მეხუთე, პატივიეს მამასა შენსა და დედასა შენსა, რაითა კეთილი გეყო შენ და დღეგზელიყო ქვეყანასა ზედა. არა კაცკლა მეექვსე, არა იმრუშო, არა იპარო, ყველაფერს აკეთებთ, არამზადებო. არა ცილისამო მოყვასა შენსა ზედა წამებითა, სრუითა, მოსამართლეებო, ყველაფერს ამას აკეთებთ თქვენ დღეს.
რა უნდა ლატირაკს მოსამართლეთ. საბჭოთა კავშირის დროს ცოლ-შვილი თუ არ ყავდა, შვილები თუ არ ყავდა, ოჯახი თუ არ ყავდა, იმისანაც მოსამართლეთ არ აყენებდნენ. იმიტომ რომ ოჯახი შიში ჰქონდა და უფრისად დღეს ლატირაკები ასამართლებენ ხანდაზმულ ხალხს. ვაი თქვენ რა გელით რო იცოდეთ. დიდება უფალო, მადლობა ღმერთო ყველაფრისთვის. მეცხრე, არაცილის წამო მოყვასა შენსა, ზედა წამებითა ცრუითა. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისა მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვრისა მისისა, არცა ყოველი რა იყოს მოყვასისა შენისა და თქვენ ანათემა, თქვენ მთავრობა, თქვენ სახლებიდან ყრით ბიჭო ხალხს, ფულის გულის და სახლებიდან ყრით და ამერიკას 40 ტრილიონი ვალი აქვს თქვენ ბიჭო და ამერიკას რატო ართხოთ მაგას? რატო ეგეშინიათ იმის დედლები ხართ? ხო და მადედლობაზე წაგაცლიან თავებს, რომ მამლები კი რჩებიან, იცოდეთ. მამლის ხორცს კაცი არ ჭამს. ვაი რა გელით რო იცოდეთ. კარგი, ეხლა ვთქვათ სადიდებლები და დაგემშვიდობებით ალბათ, რომელი საათია, მე ლოცვები მეწყება კიდე. რომელი საათია? 20 ხომ აქვს ჯერ დრო, კარგი. ფსალმუნი მე-60 ვთქვათ. შეისმინე ღმერთო ვედრებისა ჩემისაი უფალო, შეისმინე ვედრებისა ჩვენისაი, მოხედენ ჩვენსა ლოცვასა ღმერთო, კიდითგან ქვეყანისაით შენ და ღაღად ყავ მოწყინებასა გულისა ჩემისასა, კლდესა ზედა აღმაგმაღლე ღმერთო გვიძღოდე უფალო და იყავ ჩვენ და სასო გოდოლ მტკიცე წინაშე პირსა ტერისასა, დავიმკვიდრო საყოფელთა შენთა მარადჟამს, დავეფარო საფარველსა ფრთეთა შენთასა, რამე თუ შენ ღმერთმან ისმინე ლოცვათა ჩემთაი და ეს მკვდრობაი მოშიშთა სახელისა შენისათა, დღითი დღე შეძინე მეუფესა წელიწადნი მისნი მიდღედმდე ნათესავითი ნათესავად. მადლობა უფალო დაადგრების მარადჟამს წინაშე ღვთისა, წყალობაი და ჭეშმარიტებაი მისი, ვინ გამოიძიოს იგი. ესრეთ უგალობდეთ სახელსა შენსა მარადჟამს ღმერთო, უგალობდეთ სახელსა შენსა და მიქსნე მე ლოცვანი ჩემნი დღითი დღე. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და მრავალ ჟამია. ფსალმუნი 66 ვთქვათ. მზეს გამოვიდა კარგია, მზიანია მინდი იქნება, კაი გულიანად მოგდგებით დღეს კიდე. ჯერ სადახართ თქვენ? ჯერ სადახართ თქვენ? თქვენ რა მოგივიდეთ ნახეთ ბიჭო. ცოდვები ხართ, ცოდვები. გონს მოდით გეუბნებით, ცოდვები ხართ. ეგი თქვენ გასაფხიზლებლად ვიძახით ამას. გონს არ მოხვალთ, გეუბნები, წმინდანები დაიბანენ თქვენ სიხში, წაიკითხეთ ლოცვები, რა ხდება. ვინ გაპატიეთ ბიჭო თქვენ ამდენ უნამუსობას? ბარიგებს, ვინ ახარებდა და თქვენ გახდით ბარიგები მთავრობაში, ყველა ოფიციალური ბარიგა ხართ ბიჭო. წამლებით წამლავთ ხალხს, წლებია ხალხი პროგრამაში დადის და მაგია თქვენი გამართლება. ვაი თქვენ რა გელით რო იცოდეთ. ფსალმუნი 66, მადლობა უფალო და მაპატიე ღმერთო. ჩემი ფიცხი გულისთვის, ფიცხელობისთვის. ღმერთო, გვიწყალენ ჩვენ და გვაკურთხენ ჩვენ. გამოაჩინე პირის ჩვენზე და გვიწყალენ ჩვენ. ცნობად ქვეყანასა ზედა გზაი შენი და ყოველისა თესლებსა შორის მაცხოვრებაი შენი. აღგიარებდე შენ ერნი ღმერთო, აღგიარებდნენ შენ ერნი ყოველნი. ხიარულ იყვნენ და იხარებდნენ თესლნი, რამე თუ განსაჯნე ერნი, სიწფუები და თესლებსა ქვეყანასა ზედა უძღოდი. აღგიარებდნენ შენ ერნი ღმერთო, აღგიარებდნენ შენ ერნი ყოველნი, ქვეყანა მან გამოსა ნაყოფი თვისი. მაკურთხენ ჩვენ ღმერთო, ვაკურთხენ ჩვენ მან, ვაკურთხენ ჩვენ ღმერთო და ეშინოდეთ მისგან ყოველთა კიდეთა ქვეყანისათა. ჭეშმარიტად უფალო, გეშინოდეთ, უმსგავსოებო, გეშინოდეთ. ფსალმუნი ვთქვათ, ეხლა დრო არა მაქვს სამწუხაროდ, დიდება უფალს.
წაახდინეთ ხალხი, დაადებილეთ ჩვენი მამები, დედები, რა სერიალებს ანახებთ, თქვენ სატანებო. რას ანახებთ ტელევიზორში, რას უშვებით ხალხს, ასე რაფერ წახდით, ბიჭო. თქვენ გონიათ ისება ფიალა, გეუნები გაქცევას ვერ მოასებთ ქვეყნიდან. დღეს ხარ ხვალ კარგათა ხვალ ნაჯახებით მოვლენ თქვენთან სახლებში, ბიჭო. გაისო, ლოგინი, ფეხებით, არაბები, პაკისტან, თბილისი, რას დაამსგავსეთ, ბიჭო? რას დაამსგავსეთ? ქართველს ვეღარ დაინახავ. თბილისში ჩასვლა მეშინია, რას დაამსგავსეთ თბილისი? თქვენ ამას გაპატიებთ, ბიჭო, ხალხი დიდება უპალო შენ სახელს. ფსალმუნი 123. გალობაი, აღსავალთაი, აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი, უფლისანი, რომელიც დგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღვთისა ჩვენისათა, ღამესა აღიპყრენით ხელნი თქვენი წმინდათ მიმართა, აკურთხევდით უფალსა. გააკურთხო შენ უფალმან სიონით, რომელმან ქნა ცანი და ქვეყანაი. ყველა გაკურთხოთ უფალმა წესიერებაში მოსიარულე, წესიერებაში და წმინდათ მოფიქრალი. ფსალმუნი 123 და ალბათ აგემშვიდობებით. ეს არის დიდება, უფლის ალილუია. აღიარებთ, აღუვარებდით უფალსა, რამე თუ კეთილ, რამე თუ მარადჟამს არ წყალობაი მისი. აღიარებდით ღმერთსა ღვთისასა, რამე თუ მარადჟამს არ წყალობაი მისი. აღუვარებდით უფალსა უფალთასა, რამე თუ მარადჟამს არ წყალობაი მისი. რომელნან ქნა საკვირველნი, დიდდიდნი, ხოლო მან რამე თუ მარადჟამს არ წყალობაი მისი. რომელმან ქნა ცანი გულის ხმისას ყოფით, რამე თუ მარადჟამს არ წყალობაი მისი. რომელმან დაამტკიცა ქვეყანა წყალთა ზედა, რამე თუ მარადჟამს არ წყალობაი მისი. რომელმან ქნა ნათელი დიდდიდნი, ხოლო მან რამე თუ მარადჟამს არ წყალობაი მისი. მზე ფლობელა დღისა, რამე თუ მარადჟამს არ წყალობაი მისი. თოვარე და ვარსკვლავნი ხელმწიფებად ღამისა, რამე თუ მარადჟამს არ წყალობაი მისი. აბა მშვიდობიანი დღე ძმებოდადებო, არ შეგეშინდეთ უფლის გარდა არაფრის და ცნები არ დავარღვიოთ. უფლის შიშით ვიაროთა, მაგენ შეხედე რას უზამს უფალი საცოდავებს. წავედი ახლა სხვა ლოცვები მეწყება, მე მოგესალმებით კიდე ერთხელ. სხვა ლოცვები მეწყება ახლა მე ხო და უნდა წავიდე. ყველა ლევანი შენი ჭირიმე ძმაო, მადლობა უფალს, ღმერთმა გვიშვილოს მებოდადებო. გაიკაცრეთ, აბა დროებით მებოდადებო. იმედია უფალი გაგვაერთიანებს, თორე მაგენი ჩვენი საშუალები არიან, მაშრობელი ძაღლები, გაიგეთ ეგ ხალხ. მაგენი ჩვენი საშუალები არიან, იმიტომ რომ თავის დროზე როგორი რაღაცა არის, იცი? როგორც ახლა დირექტორსო დააყენებენ, ხო ის თანამდებობაზე, სიხარულით გაიქცევა, იმიტომ რომ გონია რომ აუ არიქა პირველი გავხდები და რომ მივა დირექტორად რო დადგება, ისეთ რაღაცებზე უწევს ხელის მოწერა, ხო? ვალდებულია უკვე რომ მოაწეროს, არ მოაწერს, ხელსა გააგდებენ სამსახურიდან. მასე არიან მაგენი ყველა თანამდებობები. დაწყებული პრეზიდენტი არის ტრიაპკა. მაგია ტრიაპკა. მარტო მაგი კი არ არის ტრიაპკა. ღარიბაშვილი ტრიაპკა არის. ლაჩარი, შნირი. ყველა მასეთები არიან ხალხო, უკვე 34 წელია, რაც ეს ეროვნული ხელისუფლება არ არის ეგ. თავიდანაც ეროვნული არ იყო. იმიტომ რომ არ უნდა დაექციათ მაგენ საბჭოთა კავშირი. დისიდენტები იყვნენ მაგენი ხალხო. უმეტესობა გაბოზებულები იყვნენ, ამერიკასთან ჰქონდათ ხელი მოწერილი უმეტესობას. იცოდეთ ეგ თქვენ? კი მოკლენ, მერე ყველა მოკლენ, მერე გვიანინანეს, ოღონდ. მოატყვილა სატანამ, ყველა მოატყვილა. ეგონა ვითომ საქართველოს დამოუკიდებელს გახდიდნენ და მაგენი იყვნენ. ახლა სტალინზე მეტი ან ერეკლეზე მეტი? დაფიქრდით აბა, ერეკლეზე მეტი რა იცოდნენ? მაგენმა მეფე ერეკლე რო წავიდა რუსეთში. და მაგენი იყვნენ ერეკლეზე მეტი, ერთი ომი არ აქვს გადატანილი არც ეს. სტალინი ზულდა, სტალინი რატო ზულდა? დაფიქრდით აბა, სტალინის კაცი რო შეიზურებს, იგი კაცია? იგია ცოდვა, ავანტყოფი. მაგისან ავანტყოფები იყვნენ, რო დაანგრიენ საბჭოთა კავშირი, ყველა. საერთო იყო ყველაფერი ხალხის იყო, მე-13 ხელფასი. ხალხო,
სახლები, ბინები, სოლქმარს, ვინსად იყო ბანკი, ვინ აყრიდა, სახლიდან ვინ გაბედავდა, მაგას მათხოვარი ქუჩაში რო დაენახა, ქუთაისში ვინმე მათხოვარი გამოსული. ქალაქის უფრო სამსახურს დაატოვებიებდნენ. იმიტომ რომ არ შეიძლებოდა, მაგ ყველას ყველაფერი ქონდა. საჭმელი ნატურალიო, 8 აფთიაკი იყო სულ ქუთაისში. 8 აფთიაკი იყო სულ ქუთაისში. 8 აფთიაკი იყო სულ ქუთაისში. ხალხი არ ხვდებოდა. ავად არ ხვდებოდნენ. ნატურალური საჭმელები იყო, ყველა ჯამთელი იყო. და ეხლა ყველა საჭმელი ამაში რო შეიყვან ადამიანს, იგი მოხვდები, აბა რა იქნება ხალხი. ეგი ახლა ბოროტისა შენებულია, შეხედე რაფერ აქვს თან გაკეთებული, ზევით სიწმინდე, ქვევით ჯოჯოხეთი. ამაში ხარ ბავშვს რო შეიყვან, იგი გაგიხდება, ავად ადრე თუ გიან, აბა რა იქნება ხალხი. მაგის გამოტანილი ბურგერი თუ რა ქვია, წყევლად იყო ეს, მას ვინც ეგი მოიგონა ყველაფერი, მაგრამ ეშმაკის მოგონილი არის და ეშმაკს თუ დაწყევი არა უშავს, მაგრამ ხალხს ხო გვიდებილებენ. ეს საჭმელი წელიწადი არ ფუჭდება, იქ ამზადებული საჭმელი ხალხო. დაბალზამირებულია და ჩვენს გვაბალზამირებენ. და მე სხეულს უფალი სული როტოებს სხეულს ხო? და გაჭედილია სული, ვერცევით ვერ მიდის, საში და ვერც ხვევით. იმიტომ რომ სხეული აღარ იხსნება. დაბალზამირებულები ვართ ხალხო. სოცხლად გვაბალზამირებენ, გაიგეთ რას აკეთებენ? გაიგეთ რას აკეთებენ? შვილები შევიბრალოთ, შვილები რა დღეში არის, ჩვენი არა განათლება, არა სწავლა, დაგვიდებილენ ბავშვები, დაგვითახსირენ. ჩემი თვალით ამაქვს, ნანახი, ავტობუსში სკოლის მოსწავლეები, მე-6 მე-7 კლასელები იქნებოდნენ, პრეზერვატივები უვარდებათ, ხალხო, ჯიბეები, საქამდე ვიქნებით, ჩუმად. არ გინდათ გონზე რომ მოვიდეთ? კარგი დროებით წავედი ახლა მე მიყვარხარ. სხვა საქმეები მაქვს, კიდე აქ ვარ მე ყოველ დღე. პირველ 12 საათამდე 12-ზე მიმთავრდება ლოცვები და მანამდე თუ მოხვალთ, იყავით ჩემ გვერდში. მე არ ვატარებ, აქანი არ ამზადებს, ყველას ვეუბნები და თქვენს რო დაგენახავთ ჩემ გვერდში, ჩემთვის უფრო ძალა იქნება მაგი. გამოდით, მივხედოთ ქვეყანას. დროებით აბა და მიყვარხართ.